ერის ადამიანსაც და მონაზონსაც ერთი სახარება აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უბრალოდ სხვადასხვანაირი ცხოვრებისეული გარემო პირობები გვაქვს. მონაზონი, რომელიც ერულ ცხოვრებას მოინდომებს, აუცილებლად გზიდან გადაუხვევს. და ის ერისკაციც აცდება სწორ გზას, რომელსაც ერში მონაზვნული ცხოვრება მოუნდება. ერისკაცს არ ძალუძს ისეთი მორჩილება, როგორიც მონაზონს მოეთხოვება და არც არის ვალდებული. ასევე არც საერო მოძღვარმა უნდა მოითხოვოს ისეთი მორჩილება თავისი სულიერი შვილებისგან, როგორცაც მონასტრის წინამძღვარი ითხოვს თავის მორჩილებისგან. ერის ადამიანი ქრისტეს მცნებების აღსრულების საკითხში უნდა ემორჩილებოდეს მოძღვარს. მაშინ, როცა მონაზონი თავისი ცხოვრების ნებისმიერ გამოვლენებაში, მონაზონი თავის უმცირესნებას სრულსაც კი განზრახ, გაცნობიერებით იკვეთს. მაგრამ ერისკაცი თავის მოძღვარს ემორჩილება მხოლოდ იმაში, რაც ცოდვასა და მცნებების დაცვას ეხება. ამიტომ ის მოძღვრები, რომლებიც მონაზვნურ მორჩილებას ითხოვენ ერის ადამიანებისგან, ცდებიან. თან საინტერესოა, თვითონაც ასევე ემორჩილებოდნენ და უგონებდნენ თავიანთ მოძღვრებს ყველაფერში. ამიტომაც არ უნდა მოითხოვონ ასეთი მორჩილება, რადგან არ არის სწორი და მიუღწეველია კიდეც ეს ერისკაცისთვის. ხოლო ვისაც იესოს ლოცვის სწავლა უნდა, არა მხოლოდ კარგია, არამედ აუცილებელიც კია, რომ ისეთი მოძღვარი ჰყავდეს, ვისაც რაღაც გამოცდილება მაინც აქვს იესოს ლოცვაში. როცა კაცი ავადაა, ის ეძებს და პოულობს კიდეც ექიმს. ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. თუ ადამიანი მოინდომებს, ის აუცილებლად იპოვის ისეთ სულიერ მკურნალს, რომელიც მის მდგომარეობას შეესაბამება. საკმარისია გაისარჯოს.